აი ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ძალიან დიდი სტიმული მიცა ორ რამეს. ერთი არის აი ამ ენერგეტიკული გადასვლა განახლებად ენერგიაზე და მეორე არის აი ამ გათხევადებული გაზის ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე ევროკავშირი გარკვეულწილად მუდმივ მზადებაში იყო 2015 წლის შემდეგ გაჩნდა ესეთი სტრატეგია Energy Union, ენერგეტიკული კავშირი, რომელიც ფარგლებშიც დაიწყეს აქტიურად მუშაობა შიგა დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომ მაგალითად პორტების მქონე ქვეყნებიდან იყოს შესაძლებლობა ამ გაზის მერე მილსადენებით ევროკავშირის შიგნით გადანაწილების, ასევე ელექტრული კავშირების განვითარება. ანუ ევროკავშირი დიდი ხანია მუშაობს იმაზე, რომ შიგა კავშირები გააძლიეროს, ისე რომ ამითი უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, თუ კი ერთი მხრიდან რამე პრობლემა შეიქმნება, ეს არ იქნება დიდი პრობლემა და მთელ ევროკავშირიდან შესაძლებელი იქნება მიწოდება სხვადასხვა მხრიდან.